თქვათ გვაქვს ეს სიცოცხლე მარადიული, რა უნდა ვუყოთ მას? ხო საინტერესოა. აი უცებ მოვიდა ვიღაცა და გეუბნება შენ მორჩა მარადილად იცოცხლებ. ეხლა რა სიზავ? რა უნდა ვუყოთ ჩვენ მარადილ? აღარასოდეს მოკვდები. რა უნდა ვუყოთ მარადილ სიცოცხლეს? რა უნდა გავაკეთოთ? აი წარმოიდგინეთ ესეთი ფანტაზია თქვათ იგავური მხარე. აი მიწაზე როგორც ცოცხლობთ, აი ესე ვართ რა, როგორც ხარ, ესე ხარ. ეს მდგომარეობა. აი როგორც ხარ, აი ეხლა, აი ეგრე და სულ იქნები. რა უნდა უყვამ სიცოცხლეს? რა უნდა გააკეთო? და იმ წამსვე ეს საკითხი უკვე ისეთი როგორიც არის თავის ბუნებით ეგზისტენციალური საკითხია, ხო, მარადიული სიცოცხლე და ის ეგზისტენციალური საკითხია და უცებ დადგას ჩვენ თვალწინ, რა უნდა უყვამ სიცოცხლეს მაგ? სულ ფული ვაგროვო, სულ ჭამით ვისი ამოვნო, სულ კარიერა ვაკეთო, რა უნდა გავაკეთო? სულ რაღაც ახალ-ახალი გამოკვლევები მქონდეს მეცნიერებაში, ახალ-ახალი წარმატებები სპორტში, რა უნდა გავაკეთო? და ისევ იქნებდივარ. თუ ეგ სიცოცხლე ღმერთში არ რეალიზდა, ისევ არაფრის მომცემი არ არის. ამიტომ არის ნებისმიერი არაგამოცხადებითი რელიგიების სამოთხე წესით მოსაბეზრებელი უნდა იყოს თუ ადამიანი კარგად დაფიქრდება. ესე გამოდის რომ სიცოცხლეს ფასი მხოლოდ ერთი რამის გამო აქვს. ორი რამის გამო. თუ ის მარადიულია და თუ ის მარადიულია ღმერთში. ხოლო თუ ის ღმერთის გარეშეა მარადიული, მას ფასი არ აქვს და ამას ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რა ქვია. სულ რო ხარ და არ მოკვდები და ღმერთთან არა ხარ, ამას ქრისტიანობამ თავის სახელი დაარქვა, გესმით? ამას ქვია ჯოჯოხეთი. აი ღმერთთან კავშირი რო არა გაქვს, გონება მიუწვდომელი სიახლოვითი კავშირი, შვილი რო გეწოდება. მის წიაღში თუ არა ხარ. მაგრამ თან სულ ხარ, აი როგორც სხვადასხვა რელიგიები გვთავაზობენ, სულ ხარ, ოღონ აი ცოცხალ პიროვნულ ღმერთთან სულ მუდამ ერთად შვილის სტატუსით, მადლით ღმერთის სტატუსით არა ხარ. უბრალოდ ხარ რა სადღაც. ამას იმ სარწმუნოებამ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ჯოჯოხეთი უწევს. ეს კარგად დავიმახსოვროთ ხშირად, რომ მოვიწამლებით ხოლმე რაღაც ლიბერალური იმით, რომ ყველა რელიგია ერთია, ყველა რაღაც ერთი. და რანაირად არის ყველა რელიგია ერთი. ასე რომ თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და ამავე დროს სიცოცხლე ღმერთში და არა ისე, მაშინ რა თქმა უნდა ეს შესაბამის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს და უკვე აქვე ჯერ კიდევ ხორცში მყოფები უკვე ფიქრობთ დავიწყოთ ეს ცხოვრება ნამდვილი სიცოცხლე თუ არ დავიწყოთ. კი, ჯერ არ გარდაცვლილ ვარ, ჯერ არ სამოთხეში ვარ და არ ჯოჯოხეთში, სადღაც გზაზე ვიმყოფები. ღმერთმა 100 წელი გაცოცხლოს, მაგრამ ეს სიცოცხლე ნამდვილი, მარადიული და ღმერთში უკვე უნდა დაიწყო, იმიტომ რომ ის არის მარადიული და მას ხვალისთვის ვერ გადადა.